მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ომის მესამე წელი მიმდინარეობს. უკრაინა რუსეთს შორის და ჩვენ ყველანი კარგად ხედავთ, რომ რუსეთის ასე ვთქვათ, ბრჭყალებში პროგრესული ნაბიჯები თუნდაც ამ კონფლიქტში აბსოლუტური გამარჯვების მიმართულებით თლად ისეთი კარგი და მომგებიანიც ვერ არის მისთვის, როგორც საჭირო აქედან გამომდინარე, მისი ძალისხმევა არის ასე ვთქვათ, გასმაგებული, რომ არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე იმოქმედოს მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებით, არამედ თავისივე მოსახლეობისთვის თვითონ რუსი საზოგადოებისთვისაც იყოს ჩაყენებული მაქსიმალურად მომგებიან პოზიციაში. ეს რამდენად გამოსდის თუ რამდენად არ გამოსდის, ამას დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუმცა ფაქტია, როგორც ილუზია იმის თაობაზე, რომ ის წარმოადგენდა მსოფლიო მეორე არმიას 2022 წლამდე ის ასე ვთქვათ დასამარდა, ჩვენ ამ მომენტში მოცემულობა გვაქვს, რომ არის ძალიან აქტიური მცდელობები. თუნდაც მსგავსი, ასე ვთქვათ, თარიღების აღნიშვნით გარკვეული ძალა აჩვენოს არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებს, არა მხოლოდ დასავლეთს და ამერიკას, თუნდაც თავისივე მოსახლეობისთვისაც წარმოჩინეს ისევ ისეთ ძლევამოსილ იმპერიად, ისევ ისეთ ძლევამოსილ ძალად, როგორც ეს მანამდე იყო. და ისიც საინტერესოა, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამას, მაგრამ უფრო რომ გავშალოთ, თქვათ, როგორ იყენებს რუსეთი სწორედ ამ თარიღს თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის და რა მთავარი მახასიათებლები აქვს კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიას ამ თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვისაუბროთ და თქვათ ის, რომ ჩვენ ფაქტიურად ყოველწლიურად, როდესაც ეს თარიღი ახლოვდება, გარკვეული სახით რაღაცა ისტორიის გადაწერის მცდელობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ფაქტები ჯიუტია, რიცხვებიც აბსოლუტურად ჯიუტია და მოცემულობა არის, რომ თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთი და რუსი ხალხი მხოლოდ არ იყო ის ძალა, რომელიც დაუპირისპირდა ნაცისტურ გერმანიას. ჩვენთვის ძალიან მარტივი ინფორმაცია ნებისმიერ შეუძლია შევიდეს და გადაამოწმოს, რომ თითოეულ მოსახლეობის პროცენტულობა რო ავიღოთ, ეს იყვნენ ბელარუსები და უკრაინელები, რომლებმაც გაიღეს უდიდესი მსხვერპლი. უკრაინას თუ არ ჩავთვლით ომამდე 1932-33 წლებში, როდესაც გამოიარეს ჰოლოდომორი და სხვადასხვა მონაცემებით 5-დან 7 მილიონამდე ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის, რომ აი რუსეთი და თვითონ მისი ლიდერები იჩემენ, რომ ეს არის გამარჯვება არ მხოლოდ ნაცისტურ გერმანიაზე, არამედ ხაზს უსვამენ რუსეთის სიდიადეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და სხვა ყველა მნიშვნელობისთვის ხაზის გადასმა, თუ ამ მნიშვნელობაში გულისხმობ იმ ქვეყნებს და იმ მართლაც გმირულად დაცემულ ხალხებს, რომლებიც დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ამ თვალსაზრისით ხოჭორი ძალიან საინტერესოა დონალდ ტრამპის პოზიციები, მან რა მაისი გამოაცხადა გამარჯვების დღე და თქვა, რომ შეერთებულ შტატებს ამ პროცესში ძალიან დიდი როლი ჰქონდა, თუმცა როგორც ახსენეთ, რუსეთის ფედერაცია, ვთქვათ, საპირისპირო სამტკიცებს და ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ დააკრინოს სხვა ქვეყნების როლი, ხო, ამ პროცესში. ამ ფაქტთან დაკავშირებითაც შემიძლია თქვა და ისევ ეს ისტორია არ არის, ეს არ არის ჩემი მოგონილი და ეს არის ისტორია, რომ ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ რომ არა დასავლეთი და რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ზუსტადაც მეორე მსოფლიო ომის მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირი სასათუოა ხა პეპლის ეფექტზე ჩვენ ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ სათუოა ის გამარჯვება და ის მიღწევა, რის მიღწევასაც დღეს თვითონ მხოლოდ რუსეთი იჩემებს. და ბოლო დრომს კრემლში ასევე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ნაციზმთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, აი რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს აი მსგავსი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებას, ესეც ვთქვათ ორივე სიტყვით და არის თუ არა ეს ერთგვარად რაღაცნაირად საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მობილიზება გამოგონილი მტრის წინააღმდეგ. ისიც რა არის, ოდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც ამბიციები და ამ ამბიციებს ვერ მოვაყოფილებთ და ჩვენ პასუხისგებლები ვართ კონკრეტული ადამიანების, ინდივიდების წინაშე ჩვენ ვცდილობთ თავი რაღაცით ვიმართოთ. სწორედ ამ პოზიციაში არის, ეს არ არის მხოლოდ 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთი არც არასდროს არ ყოფილა ეკონომიკური ბუმის და ასე ვთქვათ, რაღაცა ამბიციების ქვეყანა. არც არასდროს არ ყოფილა რაღაცა ოჯახური ფასეულობების დაცვის ბასტიონი, გინდა აღმოსავლეთ ევროპაში და ინტლიანტ ევროპის კონტინენტი ავიღოთ, აქედან გამომდინარე რუსეთს სჭირდება მსგავსი ტიპის მტრის ხატების შექმნა, რათა თავისივე მოსახლეობა იყოს ასე ვთქვათ, მუდმივად დაჭიმულ სიტუაციაში და მუდმივად იმ სტრესში, რომ აი თუ ჩვენ არა, მაშინ აი თქვენთან მოვლენ და აი ჩახლაპავენ და არას გიზავენ. ეს სხვათა შორის არ არის ახალი პრაქტიკა, ჩვენ შევეხეთ და ასე ვთქვათ, თემატიკას ეხება მეორე მსოფლიო ომს და ნუ იოსებ გებელსის ის დოქტრინა
რომელიც ხაზს უსვამს, ასე ვთქვათ, მოსახლეობის დამორჩილებას პროპაგანდისტული იარაღების და მექანიზმების კუთხით, სწორედ ეს არის იმის გაგრძელება და იმის ამოძახილი და ასე ვთქვათ, შესაძლებელია ითქვას, რომ განხორციელებული ის გეგმა, რაც თუნდაც მაშინ ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთ ლიდერს ჰქონდა დასახული. დიახ. და ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მათ შორის ახლა ყველაზე აქტუალური ხო რუმინეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებია. ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან პოპულისტური ძალები, ხო, ძალები, რომლებიც რუსეთის იდეოლოგიასთან უფრო მეტად ახლოს არიან, ვიდრე პირიქით, ხო? აი, როგორია ამ თვალსაზრისით არსებული სურათი გეოპოლიტიკური ჭრილში და მოსალოდნელია თუ არა რუსული გავლენების გაძლიერება, კიდევ უფრო გაძლიერება სხვადასხვა ქვეყანაში თქვენი ვარაუდით? ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ მსგავსი გამოწვევის წინაშე დასავლეთი და მხოლოდ დასავლეთი არა, ზოგადად ევროპის კონტინენტი ძალიან დიდი ხანია დგას. ეს არ დაწყებულა თუნდაც ახლა რუმინეთში, რომელიც დიდი ალბათობით ეს ულტრამემარჯვენე ფთა შესაძლოა რომ გაიმარჯვოს. მსგავსი სიტუაცია იყო ჩეხეთშიც, აგერ გერმანიაშიც ალტერნატივა გერმანიისთვის. პარტიასთან დაკავშირებული ატეხილი საკითხი, წამოწეული საკითხი, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ, რეზონანსული აღმოჩნდა და აღმოჩნდებოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალურად ყოფილი GDR-ის ტერიტორია, რომელიც დღეს გერმანიის საერთო გერმანიას წარმოადგენს, ამ პარტიას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. 100%-იანი მხარდაჭერა შეიძლება ითქვას წინა არჩევნებში. ესეთი ტიპის გამოცდები და ესეთი ამ მსგავსი ტიპის გამოცდების ჩატარება ევროპას და ევროკავშირს ყოველთვის მოუწევს და შესაძლებელია ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ გამოწვევების წინა პლანზე წამოწევასაც თავისი რიგი მიზეზები შეიძლება გააჩნდეს და შესაძლებელია ერთ-ერთ მიზეზად დასახელდეს უკონტროლო მიგრაცია. ანალოგიურად შეიძლება შევეხოთ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციაზე საუბარი, როდესაც ასევე უკონტროლო მიგრაცია და შესაძლებელია ვახსენოთ ვოუკიზმის ტერმინი, ვოუკიზმი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ მოსახლეობა გადაიხარა ცენტრისკენულ მემარჯვენე მიმართულებით. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რეალურად დღევანდელობაში სწორედ მსგავსი ტიპის ამ ტიპის ცვლილებამ იანვრიდან მოყოლებულს გულისხმობ, წარმოშვა ის ძალიან ბევრი წამახალისებელი ფაქტორი, რასაც თუნდაც შესაძლებელია დღეს ვხედავდეთ რუმინეთში, იმიტომ რომ რუმინეთში ერთ-ერთი ეს კანდიდატი ვინც არის ულტრამემარჯვენე, გამოვიდა და განცხადებაში თქვა, რომ ის ემხრობა Make America Great Again. ეს არ არის მხოლოდ იდეა, ის ემხრობა ამერიკის იზოლაციონიზმს, რათა იყოს, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება ევროპაში და ევროპის კონტინენტზე ამერიკის მხრიდან. ეს რაში გადაითარგმნება და როგორ გადაითარგმნება, ჩვენთვის ყველასთვის ნათელია, შესაძლებელია საქართველოს როგორც ასე ვთქვათ, ქვეყნის მაგალითიც ავიღოთ ამ საკითხში. და ბოლოს ერთია ვთქვათ რუსეთის მიერ ნაწარმოები პროპაგანდა, მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თუ როგორ უპირისპირდება ამ ყველაფერს დასავლეთი. ხო, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური არის ვარა სათანადოდ ეფექტური დასავლური, ასე ვთქვათ, სტრატეგიული კომუნიკაციები, მოდი ასე ვთქვათ. ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, როგორც ინტერვიუს, სტატიას, მსგავს რაღაცას ვეცნობით. ეს სტატია არის ყველასთვის საქართველოში ხელმისაწვდომი და არაერთი სტატია არის იმ კრიტიკაზე დაფუძნებული, რომ მსგავსი ტიპის სტრატეგიული კომუნიკაციების ნაკლებობამ გამოიწვია რეალურად ის შედეგები და იწვევს იმ შედეგებს, რასაც დღეს ევროპაში, თვითონ ევროკავშირის ქვეყნები აწყდებიან. ეს საქართველოს მოსახლეობას მინდა რომ ძალიან კარგად ესმოდეს და ითავისებდეს იმას, რომ არ შეიძლება იმ ქვეყნის რომანტიზირება, რომელი ქვეყანაც ერთ-ერთი ლიდერია, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში ბავშვთა ტრაფიკინგის ან ბავშვთა პორნოგრაფიის მიმართულებით. ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანა ოჯახის ფასეულობების დამცველად, როდესაც ისევ კონტინენტურ ევროპასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ასე ვთქვათ განშორების ოჯახის დანგრევის მიმართულებით. არ შეიძლება ქვეყანა გახდეს შენი ასე ვთქვათ მიზანი, პერსპექტიული მიზანი შენთვის, როდესაც იცი რომ თუნდაც ევროკავშირში ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბულგარეთი ავიღოთ, ბულგარეთზე საპენსიო მიმართულებით ბულგარეთზე დაბალი პენსიებია რუსეთში. ეს არის ის მსუყე მასალა, რაზეც ასე ვთქვათ ძალიან მარტივად შეუძლიათ თუნდაც სტრატეგიული დოკუმენტის აგება და უკვე საპირისპირო ტიპის პროპაგანდის წარმოება,
შესაძლებელია ითქვას, რომ დღეს უკვე აქტიურად მიმდინარეობს მასზე მსჯელობა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ასე პროაქტიურად დასავლური მხარე გამოფხიზლდა, შესაძლებელია ითქვას, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაცია და მისი წყალებში ბრუტალური ნაბიჯები, გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურიც არის, რა თქმა უნდა. ეს რაღაცა ამ ტიპის ნაბიჯებმა გარკვეულწილად რაღაცა ცივი წყლის ეფექტის მქონე გავლენა იქონია დასავლურ სახელმწიფოებზე და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია ითქვას, რომ 20 წლიანი ვთქვათ სტატიკური მდგომარეობიდან გადაინაცვლეს პროაქტიულ მდგომარეობაში და ვხედავთ საკმაოდ საინტერესო ნაბიჯებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ არსებობს არაერთი სახელმწიფო, რომელიც რუსული პროპაგანდისა და სპეციალური სამსახურების ასე ვთქვათ მწვანებელად არის შესაძლებელი აქ სეული თუ და შესაძლებელია ავიღოთ ავსტრია. საერთოდ არის შეიძლება აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა, მაგრამ ამ ქვეყანაში საკმაოდ ძალიან დიდია ინფილტრაციის დონე რუსული სპეცსამსახურებისა. თუმცა, რა თქმა უნდა, იმედი უნდა იყოს და რეალურად სხვა გზა არ რჩება, იმიტომ რომ დღეს ყველაზე ნათლად არის გამოკვეთილი ორი ფერი, შავი და თეთრი ფერი. აქედან გამომდინარე, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დადგა და რა მიმართულებითაც დღეს მუშაობს დასავლეთი, შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ, გამოფხიზლების ეპოქაში და პროცესში შედიან.